ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ შოუში სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელმაც გაცილებით ადრე იცოდა, რომ ჩვენი შოუს სტუმარი გახდებოდა. ეს გახლავთ. ქალბატონი ლელა კაკულია და მისი პირადი დაცვა ბატონი დავით კვირკველია. როგორ წესი საერთოდ ჩვენ ერთმანეთს ასე ვესალმებით, რომ როგორ ახარ ვეკითხებით. ეხლა სხვა შემთხვევა, როგორ ავარ? ძალიან კარგად. ჩვენ ესე იგი გვაქვს ესეთი რუბრიკა. ამოჩემებული სტუმარი, ზაქრო ხუსნაშვილი ამოვიჩემეთ, ვეძახით, ვუხმობთ რომ მოვიდეს და. გითხარით მოვა ზაქრო ჩვენთან თუ არა? ჯერ ვერ ბედავს. ვერ ხედავთ, ხო? ვერ ბედავსო. ვერ ბედავს. გაბედე ზაქრო, გაბედე, მაგრამ საბოლოოდ ხო მაინც მოვა რა. აუცილებლად. ასე რომ ზაქრო ხო ხედავთ. მალე მოდი, მალე. უნდა მოვიდეს. აკარი მისი ადგილი ერთ-ერთი, კი ბატონო. რამე კურიოზი ვიცი რომ შეგენთხოთ. აი ციგანი ქალის ამბავი, ბოშა ქალის ამბავი, როგორ იყო მოხევით თუ შეიძლება. ბოშა ქალი. ხო მიყვარს ხოლმე სეირნობა გასაკუთრებით ქობულეთში, ბათუმში და ქობულეთში იქ ყიდიან ხო სავაჭრო ისინია ცენტრები და მე გადავედი, დავითი ჩამომრჩა, ვათვალიერებ, მიყვარს საერთოდ ისეთი ფერები, ლამაზი რაღაც, უფრო სხვა რაღაცას ხედავ ხოლმე და ვიცი ხოლმე დადგომ. ხო და დამეტაკა ციგანკა. რაო? იაპაგა დაიუგა. Ким кидхаве? Мать, меня мамирча, вы такая красивая, говорит, заладите мне ручку, дайте ты. Ким кидхаве, гавшри, шепчет. Я не хочу ничего от вас, никаких гаданий. Хода, армия швебода. Мери бабатому Давид садико. Ეს მივედი მე და გრაჟდანკა მეუთხრია და გიკეთე. ვისო კითხავე. აკეთ არ გიკითხავს. მე მაინც ყოველს ძალიან მანქანის მოპარვის ამბავი. როგორ იყო ეგა ქალბატონო? მანქანა რო მოპარეს თუ როგორ იყო? მანქანა კი ვიცოდი რომ მოპარავდნენ და ველოდებოდი. და მე რამე ხაში იყო? ნერვებზე ვიშლებოდი რომ იდგა მანქანა გამოიხედავდი, იდგა მანქანა და იცოდით რომ უნდა მოეპარა და ელოდებოდი. ნუ ხო, ნუ რომ მოეპარა დავისვენებდი და მე ვიცოდი რომ ვიპოვნიდი. მე რა მოხდა? რა მოხდა და მოიპარეს და გამიხარდა. მერე სერიოზულად გამიხარდა და ჩავფიქრდი და დავიწყე ძებნა, ნუ ესე და დავინახე სადაც იდგა. მანქანას მოყვა მილიციის უფროსი თვითონ ბამბანერკი და შამპანიონი. ნუ რამდენ ხანში იყო? გაოცებული. იმავე დღეს იპოვეს, როგორც ქალბატონი აღუწერეს მანქანა სად იდგა, რომელ შენობაში. მე იცი ვისი მიყვის, ხო, აი. კაი, შეკაიდეთ მამიშვილო, როდვას ჩადიხარ, ჯერ ესეთი რატო იპარავ? კაი, დავუშვათ რაღაცა გაგულიას მანქანას იპარა. სადირას მანქანა. მოიპარე. ეხლა აინტერესებდა, აბა ვიპოვნიდი თუ არა. აი ბავშვობაშიც განსაკუთრებული ნიჭი გქონდათ და აი თქვენი ბავშვობის შესახებ რომ მოგიყვებით. კი, არა, ოლიმპიადებზე სულ ვიგებდი, ვიცოდი. რატო? იცოდით ხო ბილეთი წინასწარ? ანუ თუ სხვები 30 ბილეთს სწავლობდით, თქვენ სწავლობთ 1 ბილეთს, ხო? რა თქმა უნდა. აი, რამე ტოტალიზატორზე, რამეზე ნიჭები არ მუშაობს, ხო? აი, არ მიყვარს. არა, ხო არ შეიძლება თან, რა? არა, შეიძლება არ მიყვარს.
ანუ ძნელია იყო დაცვა ესეთი ქალბატონი. არ არის ძნელი. რამე ესეთი ხო არ არის რაღაც საომარი სიტუაციები ან რაღაც უხერხული სიტუაცია არასოდეს არ არის ჩვენთან ხა პირად დაცვას რაც ევალება დაცვა ეგ საშიშროება ჩვენ რასაც სიმძიმე თან ხა წინასწარ პრობლემებს გეუბნება ალბათ რომ დღეს პრობლემა იქნება ხო არის ხოლმე როგორ არა მაგრამ არის ხო ავარიის შემთხვევები რაღაცები ავარია მოგივა მაგრამ ვეღარ გავეკეცი იმ ავარიას და როგორ არა წინასწარ დღეს მოგივა ავარია დღეს არა ნუ ავარიას მომივიდა მაინც იცი რა ეხლა ხო ჩვენ ვიცით ხიარულობთ მაგრამ ვიც კარგად ვიცოს იმას ეს მაინც ეშინიათ რომ ვიცინი იმისაც ეშინიათ რომ ხუმრობ იმისიც ეშინიათ არ ჯერავთ რომ ხუმრობ ხუმრობაშიც რო იყვის ისიც სრულდება იმათმა იცია ეს და ამიტომ არის რომ დაზარაჯებულები არიან დაცო და არა რაღაც კითხო შენზე არ კითხო რატო დაიხუმროს არა გასაგებია ესე იგი აქ არის ესეთი სიტუაცია რომ არც ნაბიჯი მარჯვნივ ნაბიჯი მარცხნივ გადადგმა არ შეიძლება ეხლა წარმოგიდგენთ ხა ჩემი მეუღლე რო იყოს წინაც არ მეტყველი ხო აუ გამთავრებული იქნებოდა გორჩა ხო რა თქვენი მეუღლეც ესე გზდობს ხო თავს მაგრამ სამსახურის კი მაგრამ თალას ხუჭა ხომ როგორ თალას ხუჭა ვითომ არის ის რაღაც იცით აი შიში უნდა გქონდეთ კიდევაც მე თო მეშინია ხანდახან ხა სერიოზულად არ მოხმება როცა რაღაცას ხედავ ძალიან ნერვიულობ ხოლმე ყოველთვის და ბოლოს მინდა მაინც ოპტიმისტურ ნოტზე დავამთავროთ ყველაფერი კარგად ხო იქნება ჩვენს ქვეყანაში საქართველოში კი მაგრამ საქართველოში ყველაფერი ძალიან ირევა ძალიან ჩვენთან პუტინი კი ილეზავს კბილებს მაგრამ წაენჭოს კბილებს ზუსტად კავკასიაში ძალიან დიდი მადლობა მე მის სახლში როდესაც ქალბატონის ლელას სახლში რო ვიყავით აი საიდან ვიცით ახლა ბატონი დავითის კულინარული შედევრების შესახებ ისეთი გემრიელის ბორნეა სალიანკა გააკეთა ამ კაცმა რომ ერთი ტაშის ღირსი ხო აზვიო გემრიელესი და ისეთი სითბოდა ისეთი ის კარგი სიტუაცია იყო რომ აი მომაგონა კიდეც გითხარით თქვენ მატრიცაში რომ ის არის წინასწარ მეტყველი უყურებთ იმ ფილმს და აი კარგად აწყობს ორცხობილებს ისიც და გავხართ ძალიან გავხართ დიდი მადლობა ლელა კაკულია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი დავითთან ერთად გავაცილოთ ძალიან დიდი მადლობა